გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, სრულიად საქართველოს თქვენთან ერთად პირდაპირ ეთერში თითქმის 1 საათის განმავლობაში ვიქნებით მე ირაკლი ყობრავა და გიორგი კარტოზია. ესა მედია კავშირი ობიექტივი ტელევიზია, სადაც შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში დაგვიკავშირდეთ, დაგვისვათ შეკითხვები, ჩვენც შევეცდებით ობიექტური პასუხი გაგცეთ, შეგიძლიათ პოლემიკაში შევიდეთ და თქვენი მოსაზრებები ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა გასაჭირი აქვს საზოგადოებას, როგორ შეიძლება ამ კოლაფსიდან გამოვიდეთ, რაც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში, რა რეცეპტები გაქვთ, რომ მოგვაწოდოთ და რა ვიცი, ერთმანეთთან ესე უფრო ახლოს და უფრო მჭიდრო კავშირი გვექნება, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ის ტელევიზია, სადაც ესეთი პროექტი არსებობს. ეს არის ყველა დამოუკიდებელი გადაცემები, ეს არაა პარტიული, ეს არის საზოგადოებრივი გადაცემები, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს, კორექტულად იმსჯელოს საკითხებზე, უპასუხოს შეკითხვებს და საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდეს. ეხლა ცოტა საერთაშორისო სიტუაციას გადავხედოთ, იმიტომ რომ ომის და მშვიდობის საკითხი ძალიან მტკივნეულია მსოფლიოში. როგორც რა ვიცი, ამბობდნენ მე-20 საუკუნეში უფრო ინტელექტუალური ხალხი მოვიდა და მაინც ომები იყო, ორი მსოფლიო ომი. 21 საუკუნე დადგა და კიდევ ორი ომია ეს გაჩაღებული. ისე პატარ-პატარა რაღაც კონფლიქტები არა და არ ლაგდება სიტუაცია, ვერ მოინახა ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია რომ დაჯდეს და ისაუბროს მიმდინარე პროცესებზე, დაალაგოს სიტუაცია, დააწყნაროს მსოფლიო და მსოფლიოში დამყარდეს მშვიდობა. იმიტომ რომ ყველა ომი ესა უბედურება, ის ყველაფერი ცუდის მომტანია. ვითო ტრამპი მოგვევლინა რაღაც მშვიდობის ყოფილად, მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთა. ეხლა პირიქით უკრაინას იმის მაგივრად რომ დასვას და დაილაპარაკონ მშვიდობაზე, იარაღს მიწოდებაზეა ლაპარაკია რაკეტული სისტემების ლიცენზიის გადაცემაზე უკრაინისთვის. ძალიან დიდი რაოდენობის დრონებს აძლევენ, რომ დაბომბოს რუსეთი, მაგრამ ერთი რაღაცა მიკვირს კაცო, თუ ვინმეს გონია, რომ რუსეთს რაღაცას აუფეთქებენ იქ და პუტინი ადგება და ეტყვის, რომ მოდით რა, ნუ დამბობად და მშვიდობას გთავაზობ და მე იმ ტერიტორიებს დავაბრუნებ, რაც სისხლით მოვიპოვე და ამის მიხედვით იქნება მშვიდობა, ძალიან მეიჭება. ეს წარმოუდგენელია, რა თქმა უნდა და უხანდელი მაგალითია ის, რომ 24 ბალისტიკური რაკეტა, რომელიც გუშინ აწუხელ გაუშვა რუსეთმა და ვერცერთის ჩამოგდება ვერ შეძლეს უკრაინელებმა და კიევის საკმაოდ დაზიანდა აი ამ რაკეტების დარტყმით. ეხლა როგორ არის ესე, უბრალოდ მე რასაც უყურებ, ხო არც ერთ მხარეს ამ სიტუაციაში მშვიდობა არ სურს. არა, რატო არ სურს, მაგრამ ისეთ პირობას უყენებენ პუტინს, ხო, არა, აპრიორში უკვე ჩავარდნილია. როგორ შეიძლება ახლა 40 დღე უნდა მივცეო ეს კლოუნი ეძახის, რომ პუტინი იძულებული გავხადო დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთანო. რა მექანიზმი აქვს ამისთანა კიევს, რომ რუსეთი აიძულოს, რომ დაჯდეს და კაპიტულაცია გამოაცხადოს რა, მაგრამ ეს წარმოუდგენელია, ვფიქრობ, რომ რუსეთი ესეთ მასზე დათანხმდეს და სულ აი გუშინ წინ იყო ზუსტად ის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა უკრაინის აი ამ ხელისუფლების ზალუჟნი, რომელიც ალბათ იქნება ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი. და საკმაოდ მოულოდნელად განაცხადა, რომ არავით არის ნატო, ჩვენ არავინ არ მიგვიღებს ნატოში. ხო, ну ეს ხო საკაცო ბლეფია, სოფლიო დონის ბლეფია. ნატო პირიქით ალბათ
დაშლისკენაა განწერული და დაიშლება ეს სამხედრო ორგანიზაცია და მე მახსოვს აი საბჭოთა კავშირი რო იშლებოდა მაშინ რუსეთსაც კი სურდა შესვლა ამ იმაში პუტინმა იყო ეგ ისენი და დღეს აი მშვიდობის დამყარება ხო აი ძალიან მძიმე აი როგორ არის აი მძიმე ის არის ძალიან ბევრჯერ მithქვია მე ამ გადაცემაშიც რომ არ არის იმ დონის პოლიტიკოსები დღეს სოფლიოში რომ აი მშვიდობა დაამყარონ რა აი მაგალითად ყოველთვის მომყავს სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი აღარ იყო უკვე, როდესაც 70 წლის განმავლობაში მათ ისეთი მშვიდობა, მყარი მშვიდობა ხო, მაგრამ რუზველტის დროს მოხდა. ხო, რუზველტმა დაიწყო ხო და მე იყო და 70 წლის განმავლობაში აი ევროპის კონტინენტზე არ იყო საომარი მოქმედებები. იმიტომაც აყვავდა ევროპა და იმიტომაც მოიდგა ფეხი რომ ჯერტი რუსეთის იაფი გაზი შექონდათ, ნავთი შექონდათ, ყველაფერზე მთელი ინდუსტრია, ძიმე მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა ამაზეა აგებული. დღეს ეხლა ამერიკამ ისეთი რაღაცა გაუკეთა ევროპას, რომ მე არ ვიცი რაღაცა დაიშლება კი არა, გაღარიბდა ევროპა. გაღარიბდა. და ეს მიგრანტების პრობლემა, რომელიც აი სულ რაღაც 3-4 დღის წინ რო იყო ესპანეთში, რომ შეიძლება ჯარის გამოყვანა დაჭირდა ესპანეთს, რომ აი ეს ტალღა მიგრანტების ტალღა შეეჩერებინა. და ორგანიზებული იყო მაროკოს ხელისუფლების მიერ, თორე ხა ზოგი 60 ზაქე, ზოგი 80,000 მაგრამ 60,000-იც რო იყოს ესე ორგანიზებულად ერთი იმით ეს ხო არ ნიშნავს იმას არა ეს საკმაოდ საშიში ის არის რა მომენტი და მე რაქნეს შენგენი ვარი უთხრა შენგენ და გარეთხვას უპირებდნენ ესპანეთს უცებ თავი რო გადაერჩინა იმიტომ რომ ეს მიგრანტები ხლა ესპანეთში არ გაჩერდებოდნენ იმიტომ რომ ესპანეთი არ არის ისეთი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა რომ აი ეს ხალხი მიეღო ამიტომ ამათ უნდათ საფრანგეთი გერმანია იქ გასვლა და უცებ შენგენი ჩაუკეტეს ესპანეთს მაგრამ რაღაცა მოახერხეს 3,000-დან 3,500-მდეა დარჩენილი და იმათ დეპორტსაც აკეთებენ, მაგრამ ეს იყო ორგანიზებული შეტევა, იმიტომ რომ თვითონ ქვეყნებს, ამ ქვეყნებს, შენგენის ქვეყნებს ჰქონდათ ეგეთი კონსტიტუციაში, რომ ლიბერალური მხარე აძლევდა საშუალებას, რომ ეს ადამიანები ჩასულიყვნენ და ყოფილიყვნენ იქ. ხო, მიეღოთ და ეს დროდის დაიწყო ყველაზე მეტად, როდესაც ამერიკამ გამოაცხადა აღმოსავლეთის გაზაფხული. მაროკო, ალჟირი, ეგვიპტე, ლიბანი ისინი არიეს, დარიეს, ტუნისი ისინი ქვეყნები გაანადგურეს, ბოლომდე ჩაძირეს და ეს ხალხი იძულებული იყო რომ გააღარიბეს. ხო, ბოლომდე ჩაძირეს. ხო, ხა ლიბიიდან რატო წავიდოდა, ხო, მიგრანტების ჯგუფი, სადაც რეალურად ცხოვრობდნენ, რა ვიცი, სამოთხეში ცხოვრობდნენ იმ პერიოდში, ხო? არავით არის გადასახადი, არავით არის ისა და სამოთხეში ცხოვრობდნენ. ზარია და გისმენთ გამარჯობა ბატონო. გამარჯობათ. ენიჭირინე გუნდერიდა. ერთი შეფავასთან და ძალიან აი ეს ბატონი დავრუცეს ტელევიზია გადაცემანებდა. დაურო მინდამო რატო არ გამოვიდი? თუ შეიძლება გაიმეორეთ რა, ან ცოტა ტელევიზორს ოდნავ რომ მოცლით, კარგად არის მის. თქვენ სამეგრელოში ტელევიზია არ უჩვენებდა. ჩვენი? გახდება. რატო არ ვიცით? არ ვიცით, გავარკვევთ ალბათ ამას, არ ვიცით, ვერ გეტყვით რა. რა ხდება, შეიძლება რაღაცა დროებითი ხარვეზია, თუ უნდა აჩვენებდეს. არ ვიცი, ამას შევეკითხებით აქ ტექნიკოსებს, მაგას პასუხს ჩვენ ვერ გაგცემთ. ხო და რას ვამბობდით, რომ დღეს ვერავინ ვერ არკვევს პოლიტიკოსები, ექსპერტები, ყველა რაღაცას წინასწარ მეტყველებენ. მაგრამ არაფერი არ ხდება, ტრამპს რაც დაესიზმრება, ის ელამდება, ხან ომი მოგებულია, ხან უნდა გაანადგუროს ირანი. ირანი იქიდან მეუბნება, რომ მე შენ არაფერს ესენი ამბობენ, რომ ველაპარაკებით. ირანი ამბობს, რომ არავით არ მოლაპარაკებას ჩვენ არ ვაწარმოებთ. ჩვენ ერთადერთი რაც გვინდა, რომ ორმუსის სრუტეს ვაკონტროლებდეს.
და ხელი არ შეგუშალონ ურანის გამდიდრებაში. აქედან უსვამეს საკითხს რომ პუტინის ამბობს ტრამპი რომ თუ ვინმე იქ აიღებს გადასახადს ეს იქნება ამერიკა და რაღაცა ახალი გზის გაკეთებას ვაპირებთო და ირანი მუქრება რომ იმასაც დაგიბომბავთ. ამიტომ გაჩერებულია თელი ეს ნავთობის გადაზიდვა, ნავთობის ფასი იწევს და რა ვიცი, ბევრ ქვეყანაში დღეს ნავთობის სურსათის მომარაგება დადგა. ხო, იმიტომ რომ ნავთობის ფასმა მოიმატა, ნავთობის ფასის მომატება ნიშნავს, რომ ნებისმიერი უკვე პროდუქტი და პროდუქცია მოიმატებს, იმიტომ რომ ყველაფერი ხომ იტანასთან არის, მოტანასთან აი და ეს უყურე როგორ არის ახლა ჯაჭვია რა, ჯაჭვი რომელიც საკვების გადაზიდვაზეც და ხორბლის დამის უკვე სადაზღვევოები თავს იკავებენ, სადაზღვევო კომპანიები თავს იკავებენ ამ გადაზიდვებზე, იმიტომ რომ პასუხისმგებელი არავინ არ არის. იმ დღეს იყო უკრაინამ თურქეთის გემი დააზიანა, რომელსაც რაღაც პროდუქტი გადაჰქონდა რუსეთში. იქიდან რუსეთმა დაბომბა, ანუ შავ ზღვაზე უკვე საშიში ხდება გადაადგილება. პლუს დუნაი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ძარღვი იყო ამ გემების მიმოსვლისა, დუნაი დაშრა, გაჩერებულია ყველაფერი და რა ვიცი, რაღაც კრიზისის მაგვარი მწიფდება და როგორ შეიძლება ამხელა ევროპა, ამხელა აზია ესე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ვიღაცა სუნდა რომ ეს ომი გაგრძელდეს, იმიტომ რომ იქ ჩინეთი ჩაიძიროს, იქ რუსეთი ჩაიძიროს, ამ დროს მთელი ევროპა იძირება. ყველაზე დიდი კონცერნი Volkswagen-ი უკვე 6 თუ 7,000 კაცი დაითხოვა. კიდევ უნდა დაითხოვოს, ყველაფერი ეკონომიკა გაჩერებულია. და არა ეხლა რუსეთი უფრო მეტ ზიანს ევროპა მიიღებს ეკონომიკურ ზიანს, ვიდრე ამას თავიდანვე ვიძახდით, ჩვენ რომ ვიდრე დავუშვათ რუსეთი და ჩინეთი, ხო? ჩინეთი საერთოდ არ ჩანს და აკეთებს თავის საქმეს, რეალურად ძლიერდება კიდევ ჩინეთი და აი ესე ვთქვათ, აი შორიდან რაღაცა ისე უყურებს, გამიგი, აი ამ ყველაფერს. ხო, ეს უყურებს ჩინური სტრატეგია, რომელიც თვითონ ძლიერდება, ასე უყურებს დაკვირვებას, აწარმოებს და თვითონ გაძლიერდება. იქნება ფინანსური გაჭირვება დაემართა იაპონიას. ეხლა ამერიკა ჩაერია და იენს ყიდულობს, დოლარით კი არა, ევროთი. ევროთი იძებს, მაგრამ სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა კრიზისშია. შიდა ვალები ძალიან დიდი აქვს, როგორც ამერიკას, ისე იაპონიას. და რა ვიცი, სოფლიო საით მიექანება ღმერთმა იცის რა, უკვე რაღაცა ცუდი არ მოხდეს, თორე ერთი თუ ვინმე კნოპკას დააჭირა თითი, მერე ამის შეჩერება უკვე შეუძლებელი იქნება და არ ვიცი, არავინ არ არის ამ სოფლიოში, ვინც დაჯდება და იტყვის, მოდი დღეს გადავწყვიტოთ, რომ მშვიდობა გავავყავთ, ხო, აჭარანაც მაღაზიას საუბრობდით, ხო? მშვიდობა რა უნდა ვერ გავიგე, სულ ყველა მხრიდან ყველას ბომბავს, ყველას დღეს ვითო მშვიდობას ამყარებენ, მაინც აწარმოებს ამ შეტევებს, დარტყმებს, აწარმოებს. ისევ და მშვიდობაზე საუბრობენ და ესე მშვიდობა არასდროს არ მოვა, თუ საერთოდ არ შეწყდა ეს ყველაფერი. რა ვიცი, ღმერთმა არ ქნას, რომ რამე ცუდი ამბები დაიწყოს და ცუდად დამთავრდეს საერთოდ სოფლიოს საქმეები. ამას ეხლა ჩვენ ვერასდროს ვერ გავარკვევთ საქართველოს და ვერ ჩავერევით ვერსად და ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ აგერ რუსეთმა სომხეთს დაუკეტა ფიტომ შეწყვიტაო, იმიტომ რომ პროდუქცია არ ვარგაო და ვერსად ვერ გააქვს ეს პროდუქცია. ხილი, თევზი აქ შემოაქვს ახლა საქართველოში. და საქართველოს რა უნდა აითვისოს, რა თევზი უნდა აითვისოს. ხილი და ბოსტნეული ყველაფერი ევროკავშირი დაეხმარა რაღაც პრობლემით, ხო, ეს რა სანამდე ეყოფა და არა, სანამდე ეყოფა, ხო, 6 მილიონი ესეთი პუტინს თხოვს რომ გამიხსენიო, პუტინი იქიდან ატყობინებს რომ ჩაატარე რეფერენდუმი, სად გინდა ყოფნა. ორსკამზე არ დაგსვავთ. ხო, ნუ მაგრამ იქ
ყველას უნდა რომ ორ სკამზე იჯდეს და ის ფულიც აკეთოს და თან აგინოს და თან აფურთხოს რუსეთს არ გამოვა. ხო, ფულიც აკეთოს, ხო, ნუ ეს არ გამოვა ეს საქმე და სხვანაირად ვერც იქნება, იმიტომ რომ გასაღების ბაზარი ხა ირანში რა უნდა შეიტანოს, ირანს თვითონ გააქვს თავის პროდუქცია თვითონ გააქვს და ირანში საქართველოში რამდენი უნდა შეიტანოს, რომ ამდენი მილიარდობით ფასეული ხილი, ბოსტნეული, თევზეული რასავითვისებ ევროპა არ მიიღებს მაგას. ევროპას არ ჭირდება ეგ თავისი აქვს და ამიტომ ძალიან გაჭედილია სომხეთი. აი ამას ყოველთვის რა თუ გაახსოვს, აი ყოველთვის გვაქვს ამაზე საუბარი, რომ რუსეთის ბაზარი ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარი იყო და ერთ-ერთი საუკეთესო ბაზარი იყო ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, სანამ აი ეს სააკაშვილის ავანტიურები არ დაიწყებოდა რა. ეს იყო ალბათ საუკეთესო ბაზარი და ესეთი ის იყო რა. თითქმის აი ჩვენი პროდუქციის გატანის აი იმიტომ რომ ეხა ევროპაში და უშუალოდ აზიაში თუ ევროპაში ჩვენ ამ პროდუქციას რაც მოგვყავს ხო ვერ გავიტანთ. გამოდი რა პირდაპირ თქვა ეხლა წარმოვიდგინოთ ევროპის კონტინენტია რა. რატო ჩაგვსვავს შენ და დაგიდებს და უშუალოდ გასაყიდად შენ ღვინოს, როცა აქვს ფრანგული ღვინო, აქვს ესპანური, იტალიური ხო? თვითონ აწარმოებს არა ამას და შენ ეხლა რატო იმას გიზამს? ეს გამორიცხულია, ხო, იქ მინერალური წყალი და უშუალოდ ბორჯომზეა საუბარი, ხო, ან იმაზე. ეგერ არის ჩეხეთში, საფრანგეთშია იგივე ის მინერალური წყლები. არ შეგიშვებს, არ გაგაკეთებინებს ამას. ფულშენ არ გაგაკეთებინებს, გააკეთებინებს თავის იქვე თავის სახელმწიფოებს, აი ეს ევროკავშირის ესე. ხო, აი ეს იყო ძირითადი მიზეზი, როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რომ აი რუსეთის ბაზარის დაკარგვა, ხო, იყო კატასტროფა. და იქნებოდა კატასტროფა. ხო და ჩვენ რო გამოაყრევინა ქართველები იქედან სააკაშვილმა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა დაიკავეს ის ადგილები და იმიტომაც ამდენი მილიარდელები ყავთ იქა და გისმენთ სარია ისაუბრეთ. გამარჯობათ. მოსკოვში სწავლობდა ჩემი მეგობარი ასპირანტურაში და იქ ჩავდიოდი მასთან ხოლმე და მასთან ერთად სწავლობდა მაშინ გრიშინი იყო ქალაქ კომის თავმჯდომარე მოსკოვის. ცოტა ტელევიზორს მოშორდით, ხმა მეორდება. ან დაუწიეთ. დიახ. კი, გისმენთ. იქ მაჩვენა იაპონური ესა ჩანაწერი კანონის მამამისისგან და საგარეო პოლიტიკა იყო ესე სამი სვეტი ჰქონდა მუდმივი დროებითი და აქსიომა. მუდმივი იყო გეოსტრატეგიული მდებარეობა. დროებითი კავშირები მეგობრობა რაღაცა და აქსიომა იყო როდაგდებოდი მაგიდასთან სალაპარაკოდ შენი ქვეყნის ინტერესები მხოლოდ და მხოლოდ. ეხლა რატო გეუბნებით ამას? ჩვენ სტრატეგიული პარტნიორი არავინ არ გვყავს თემი ჩვენი ცხოვრება რუსეთის გარდა. კი ბატონო. არაფრით არ შეიძლება რუსეთის ზურგი შექცევა. არაფრით არ შეიძლება. კი ბატონო, გეთანხმებით. ყველაფერს თავი დავანებოთ. მარტო წარსულს უნავცეთ პატივი. დავიღუპებით ჩვენ, დავიღუპებით რომ რუსეთს ზურგი შევაქციოთ და რუსეთთან დასავლეთი ცდილობს რუსეთთან როგორმე ჩვენ ცუდი გაგვიფუძნდეს ურთიერთობა.
აი ამას უნდა მიექცეს ყურადღება. მადლობა ზარისთვის, მადლობა. გეთანხმებით, რა თქმა უნდა, რუსეთს გეოპოლიტიკურათაც, მეზობლურათაც ჩვენ შეგვიძლია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, შეგვიძლია პარიტეტულ და ჩვენი ინტერესები გავატაროთ რა. და ველაპარაკოთ როგორც სახელმწიფოს, როცა არ ველაპარაკებით და ვაგინებთ და ცუდად მოიხსენიებთ და რაღაცებს წინააღმდეგ მივდივართ, მაშინ რუსეთს იმპერიაა და იმპერიას თავისი კანონები აქვს და შეიძლება სილა შემოგარტყას. და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, როდესაც მე მახსოვს კაცო, აფხაზეთი რო დროებით დავკარგეთ, მაშინ ამერიკის ელჩმა გვითხრა, ეს იყო 95 წელი. ხო, როცა გასაღები დევს რუსეთში დევს. რადგან რუსებს ელაპარაკეთ, ამერიკის ელჩმა გვითხრა. დღეს ხო, ირაკლი აფხაზეთის ფორმატიც კი აღარ არსებობს. აი რომ დაждდე და ილაპარაკო აფხაზეთის და სამაჩაბლო საკითხებთ. აი ფორმატი არ არის მაგისი. რომ აი ვისაუბროთ აფხაზეთს. როგორ ისთვის რა გავაკეთეთ? ეხლა ომი დავიბრუნებთ, ეს ხო გამორიცხულია ჩვენ, მაგას ომით ვერ დავიბრუნებთ. გისმენთ? ალო. დიახ. გამარჯობა. რა უნდა გითხრათ? საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი იყო საბჭოთა კავშირის დროს. აზერბაიჯანელი, სომეხი თავს ქართველად ასაღებდა. თუ რამე დააშალდა, ქართველი დაბრუნდებოდა. თუ რამე კარგი იყო კიდე აკეთებდნენ რომ თავიანთი თავი კარგად ეცნო, რუსებს კარგად ეცნო. ჩვენებულ ზვიადისა და იმას რომ სომეხა ესეთრესი ჩავარდებოდა, და 90 საათი არ იქნებოდა. ვართ თქვა სიმართლე რაც არის. რუსეთისაგან ჯობერ შედეს ვიცხები, ისე მოუწერი ჩვენ თვითონ. ცოტავია ცოტა ხალხი ცოტა. მილიონი ხალხი ცხოვრობს ქართლი, იქა თუ ცუდია. ერთი დამისაღებეთ, ერთი. რომელი ქართლი აშუქაისი გაუდი ავანტობენ, რუსავანტობენ და თემი ამერიკაში ძიძები არიან, თავი დედითვით რევოლუცია და სპეციალურია, ჩვენ აი ეს რეჟიმა დღეს ქართველები, რუსები არ არის ცუდი ხალხი. ჩვენ უნდა უბრალოდ ჩვენ თავს მიეღებოთ რუსეთთანაც კარგი უნდა გქონდეს დამოკიდებულება ევროპასთან, მაგრამ რუსეთთან რაღაც ესენი შეგვიძლია ახალგაზრდობა გავზარდეთ ძალიან ცუდად. დაუღიათ პირი და რუსია არ ვარ და პუტინი ესე და შენ გიდა ის არ კარგი. ხვალო უღია შემოუფარდა გადაგაკეთოთ მათორები ვიქნები, მათორები სინამდვილე დაუწორო თვალების. კი ბატონო. მადლობთ ზარისთვის. რა თქმა უნდა, ეხლა როდესაც გამოაცხადებ, რომ თქვათ თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია, იმათთან სპარსეთთან უნდა გქონდეს ჭიდრო კავშირები და რუსეთი მტერია, ხლა რომელი ქვეყანა მოგიწუნებს მაგას და რომელი ქვეყანა წამოყვება შენ პარტნიორად, როდესაც ამას ამბობ. აგერ ზელენსკიმ ერთი რო ეს სიამოვნებია იმისთვის ტრამპისთვის თქვა რომ ირანიო ბანდიტების ქვეყანა არისო და ირანი დაემუქრა და იმ დღის მერე ხმა არ მოუღია პირიქით რაღაცა ბოდიშებს იხდეს და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რუსეთი რო ავიღოთ ხალხო რუსეთს მიდგომა უნდა მიუდგე ისე რომ იმპერია ახლა სხვანაირად როგორ გინდა რომ იქნა დიდია ძლიერია შენზე 100 მილიონჯერ ძლიერია და მოსკოვის ხელა ტერიტორიაც არა გვაქვს საქართველოში და ნელ-ნელა შაგრენის წყალით ნელ-ნელა უფრო პატარავდებით იმიტომ რომ ეხლა მოვიდა შევარდნაძე და ჯერ აფხაზეთი დაგვაკარგინა დროებით მაინც და მერე შეგვიყვანა ესენგეში ხო ეს გაყიდვა ჩვეულებრივი გაყიდვა ტერიტორიის მიყიდა ვინ ცხოვრობს ახლა უმეტესი იქ ცხოვრობს სომხები ცხოვრობენ იქა აფხაზები ყველაზე ცოტა აფხაზია ქართველები უფრო მეტია ვიდრე აფხაზები და ეს ყველაფერი იყო გაყიდული
ეს ყველაფერი იყო ჩაწყობილი და ამიტომ მაგრამ მაშინ ამერიკა ხო იყო რუსეთში უკვე შესული ელცინი ყურებით დაყავდათ იქა და არ შეეძლო ეთქვა რუსის ჯარი არ შევიდესო მაგრამ ამერიკამაც დაგვსაჯა როგორც დაუმორჩილებელი ერი დაგვსაჯეს და დღეს ესე აფხაზეთი და სამაჩაბლო მე მიშამ გაუფორმა ოფიციალურად მიშამ გაუფორმა ესენი ხმას არიგებენ გადის დრო თაობები მოდის სხვა მასე დრო გავიდა თორე მთელი ჩვენი სამხრეთი თურქეთს აქვს მიტაცებული მაგრამ იმდენ დრო გავიდა რომ ხმას არიგებდნენ რომ დღეს უკვე დაიკარგა ასე ნელ-ნელა ხდება ჩანაცვლება და ამიტომ რაღაცა უნდა გაკეთდეს ამ მთავრობას ერთი მიზანი აქვს ოღონდ ხელისუფლებაში იყოს ხელისუფლება არ დაკარგოს და ჯანდაბას წაუღია ყველაფერიო ხმას არიღებენ დავით გარეჯზე ეკითხება ხალხს აინტერესებს ხმას არიღებენ ხმას როგორც ეგეთი აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე არაფერი არ კეთდება ნელ-ნელა თაობები იცვლება თაობებს დღეს ახლა იაპონიაში ახალგაზრდებმა ყველა მიცის რომ ატომური ბომბი ჩააგდო რუსეთმა საბჭოთა კავშირმა იმიტომ რომ ეს თავში ჩაუდეს ესე უდებენ ამ ჩვენ გაუნათლებელ ახალგაზრდების ნაწილს რომ რუსეთი მტერია თურქეთი მოყვარია ევროკავშირი ჩვენია არავინ არ არის ჩვენი ხალხო არც თურქეთი არც არასოდეს ყოფილა საქართველოს ევროპის ევროკავშირის წევრი და ევროპული ოჯახში დაბრო როდის ვიყავით ჩვენ ყოველთვის ვიყავით კავკასიელები და სულ ევროპას კავკასიდან წასული ხალხებია ყველა ევროპა რაც არის ეს მეცნიერებით დამტკიცებულია მაგრამ ჩვენ კავკასიელები ვართ ვიყოთ კავკასიელები რა გვინდა ევროკავშირში რომელსაც არ უნდებ ხარ არ მიგვიღებს ევროკავშირი ესა სუფთა წყლის ბლეფია იმას კი არა ნატო ევროკავშირი ბლეფია რა თქმა უნდა ნატო მით უმეტეს საერთოდ რაღაცა გამოგონილია რომ რაღაცა აი თუ ჩემთან იქნები ჩემიანი იქნები ნატოში მიგიღებ კარი გავაღეთ ის ეს ყველაფერი როდის ვამბობდით პირველად რომ შევარდნაძემ დაიწყო ამაზე ლაპარაკი მაშინ უპირისპირდებოდით აი 90-იანებში დავიწყეთ ამაზე ჩვენ საუბარი და სისულელეა და ამათ მაიღეს და კონსტიტუციაში ჩაწერეს კაცო ევროკავშირი რომელიც შეიძლება აგერ ესპანეთში რაღაცა მოხდა და უცებ შენგენი დაუკეტეს ვიოლამ დაიმება არ გვინდაო ეგეთი ესპანეთიო შენ ვინ მიგიღებს ვის ჭირდები იქა კიდე ერთი სათადარიგო ბორბალივით უნდა იყო რომ გამოკვებოს და რაღაცა გარჩინოს რაში ჭირდება არაფერში არ ჭირდები ჩვენ ჭირდება ჩვენი ქვეყანა და უნდა მოვიფყრათ ამ ქვეყანას ძალიან ფაქიზად და ჩვენ ხალხს ზარია გისმენთ ბატონო გამარჯობა სრულიად გეთანხმებით სასწავლებელი დაწებული საბავშვო ბაღიდან კარგად გვახსოვს გოგოებს კაცი ბიჭი სათამაშოებს საზრდოდნენ ბიჭის აღწევასწავლე და პირიქით სკოლებში დამახინჯებული ჯერ მასალებითი კატეგორია მე მოდის მოვიხდი ყველა არ შედიხარ ეტაპაში ყველა არასოდეს შემიწია და არ ჩერწონს მე უმაღლეს სასწავლებელში ერთენი ფილმი იქნება და ბევრი კიდე ავში და იმაზე უარესები მიმატებული ამას კიდე ფსიქოლოგიური ნარკომანია ბატონ დავით თაღამოვალი ამასინა საუბრობდა ტელევიზიით თუ რაღაც ახალი შიზოფრენიას ფორმა შემოშიდა დაავადდნენ ბავშვები ნარკოტიკებით სრული უკონტროლება თუ როგორ შეიძლება შემოვიდეს ისეთი ნარკოტიკი რომელიც აიღებს ადამიანის განხრევას სტილის მოშლას ერთნაირად მოვა აპიკეთო ვიფიქროთ იმაზე რომ პანდაძე ჩვენ აღარ ვიქნებით საქართველოს იყვნენ ქალწინააღმდეგები აღარ აღარ ქეცანსაც მოგიწევს ვის თვითონ ქვეყანას ან დარჩება ქვეყანა არაბალასიტია ეს ამენ არაბები რო შემოდიან ამენ ოცხულები რო შემოდიან შეიძლება ვიცით რა შეეკულება გაფორმებული გასაიდუმლოებულია ყველაფერი აგრო შემოვა ბავშვი 30-50 არაბი აქ გლეხი შეერვა და მეტი შვილე ვერ იდის კიდე ვერცაც და ვერცაც
ესე იგი იმათ დაფარდებაში იქნება ძალოვანი სტუდენტები, ხო? თუ საჭირო იქნება შეიძლება ის ძალოვანი სტუდენტები შემოიღო, ვინ არის გამკითხავ? მე სულიად გეთანხმებით რუსეთთან და ფინანსური კუჩერა ეკონომიკური საქართველოს პირველი სკოლა პირველ რიგში. რა თქმა უნდა. ნებისმიერ ქვეყანასა დიპლომატიური ალიანსი როცა მაშინ ჩამოგიდებდა ნაპოლეონი, მაგრამ ის ჭირდებოდა ისეთ საქმეებს უკეთებდა, რომ გაუჩებული რჩებოდა. ტალეიანის ნაცვლია დიდი თანამდებობა ციცაბოკდეს განსო. ამ აწევი უნდა იყო რომ აფრინდეს ან სამშობლო აწოცდება. რომელი დიპლომატი ყავს ახლა მე რა ვქნა არის ასეთი ტერმინი ხა მე პირველებაზე რაღაც საუბარი. აბავიძე გასაუბარი. პირველებმა რაღაც სიშულე ჩაიგდა, სიშულე გააკეთა. აბავიძე უნდა ისაუბრო. ეს ტერმინი საერთოდ მოსასწორია და ამუშავებია. გააკეთა სიშულე ახლა შეპირონება, სულელი ექსპერიმენტება და მიუღებელი ის დაკეთებული ეს საკუთრის ქმედება. ამიტომ რითმიდან არ გავიგეკიდო, გაიგო ახალბა. როცა ვერცები რაღაცას კითხე, ვინ მოძებნა, ისინი მოშეკიდა რომ პოსტო რაღაცა განმარტება მოგწეს იმა. ამ სამშობლოზე და ამის გულზე კიდე რატო აიგზალა? ძველი ადრე გადაღებული ფილმები, კიდე გიორგი სააკაძე, კიდე ბაციაშვილი და სკალში ფილმები კიდე. ყველანაირად ცდილობენ და ხელს უწყობენ დღეს ხელისუფლება რომ ხალხი აქედან წავიდეს, გაიქცეს. საშუალება რო არ აქვს და ვალებში რო იწובה და მე ვარ რო თოფიკადებს, ხო? რა ქნა სამსახურობა ხალხმა. ბანკმა კიდე რამდენი პროცენტია რა უბედურობა აქვს. დავგადრო ხალხო გაბრიელ ბერის ნახავთ ღმერთო მაგარ რო გეგონება საქართველოს დაიქცა და აღარ არსებობს მაშინ დაიწყებს სამუდრომაც გამთლიანებას და გაწმინდებად იქორშიდან დაუვარდავდე იდება უფალს განძრიეხე და გიხსნები ცოტა ჩვენც რაღაცა მოვიმოქმედო მე თუ გასვოთ ერთი ხანობა ერთი ვერ მოიგდეს ჩინელებმა სასწაულში ერთი პირი შეკრეს და აქ მონება დაუწე აქ გოსაგაზე ჩინელებს თავიდანვე მოდი აბა ჩადი და რამე გააკეთეთ იქა ქართველები აქ ხო არიან და აკეთებენ საქმეებს აბა თქვენ ჩადით და ერთი რამე საქმე წამოიწყეთ იქა ჯობიან ხომ მათალი აბსაკეთებს ყველაფერში ჯობიან კაცო არიან ერთ მუშტად შეკრული და არიან ერთმანეთთან კარგად ეს ვითო დაპირისპირება ეგეც ზედაპირულია იქ არ არის აქ დაპირისპირება და იქ ერთი და იგივე აქ მამასისხლად გადაკიდეს ხალხი ერთმანეთს არანაირი კავშირი არ აქვს საზღვრები სხვამაგად არ უდიება საქართველოს გავიქცევის ყველაფერი და მაინც არსებობდა და მართალია ლობი დიდი აქვს ინგლისში იქნება თუ სხვა ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ თვითონ ხალხი მოდონებულია. მადლობთ ზარისთვის, მადლობთ შეთანხმებით სამწუხარო სრულიად ვეთანხმებით და აი თემა თუ გინდა იმით დავიწყოთ რომ ნარკომანია თქვენ წარმოიდგინეთ ხალხო როგორი გახსნილი იყო საზღვრები ამ ლიბერალური პოლიტიკის გამო რომელიც იქნებოდა ირაკლი თვითონ გამოდიდოდა და მოდიო ეს პლანი დავთესოთო და ის გავაკეთოთ ეხლა შემოდის მექანიკურად შემოდის ის ნარკოტიკები ეხლა კი ვითო ებრძვიან მაგრამ ეს უკვე დაგვიანებულია ეს რაღაც სასწაული მოგონილი რაღაცა ეს სინთეტიკური ნარკოტიკები ესა უბედურება ფსიქიურად ადამიანს ერთ-ერთი ახლობელი იყო ნუ შვილი გარდაეწვა რომ მივიდა 5 მიცვალებული იყო მორგში აი ახალგაზრდები აი ნარკოტიკული საშუალებით გარდაცვლილი ეს ერთი აი მე მაქვს ეს მომენტი და რამდენია ასეთი ხო მეორე კაცო ეს ემიგრაცია ხა ესე იგი კრიზისი გვაქვს დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს ხალხო ჩვენი დათვლით არა აი გაეროს დათვლით ერთ 15 წელიწადში საქართველოში ქართველები იქნება ეროვნულად უმცირესობა
მოდი ირაკლისი ვთქვათ, რომ ეს ნარკოტიკები, ეს სინთეზური ნარკოტიკი, რომელიც შემოდის და რომელსაც ძირითადად ახალგაზრდობა ხმარობს, ეს ესე ვთქვათ, უშვილობას იწვევს და ყველაფერს აზიანებს, twins აზიანებს ფსიქოლოგი და უბრალოდ უკვე არავით არის არ გინდება, ხო? და ეს დამოუკიდებელი ეს კიდე ესეთი აი ემიგრაციასთან და იმასთან პლუს ეს ნარკოტიკები და მართლა სასწაულ დღეში აღმოჩნდებით რა 15 წელიწადში. უმცირესობა სულ არ გადავშენდეთ, აი ამაზე უნდა იმას ვქნათ რა. ვიღაც უნდა მე თუ საქართველოში ქართველი არ იქნა, მე ამათ ოღონდ ფული შემოვიდეთ და მთელი აფრიკა, ინდოეთი, პაკისტანი, არაბეთი ყველა აქ არიან. ყველა აი გაჩერებაზე გადით და ნახავთ 10 კაცში 6 ეგენი არიან. ქართველები აღარ არიან. ქართველები წავიდნენ, იმიტომ რომ აღარ აქვს საშველი, ვერაფერს ვერ შოულობენ. სტუდენტი რო ამთავრებს სწავლას ინგლისურზე კომპიუტერს სწავლობს, რომ იქნებ წავიდეს საზოგადოებრივ და რაღაცა მოახერხოს და რაღაცა გააკეთოს. სხვა გამოსავალი არ აქვს. და გვეუბნებიან რომ ყველაფერი ამ ქვეყანაში იზრდება ეკონომიკა 12,000-ია სულზე შიდა პროდუქცია ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ ახლა ვერ მოგცემ თქვათ 1000 ლარზე მეტ ხელფას, იმიტომ რომ მე 15,000 უნდა ავიღო და მილიონები ვიშოვო და თუ ეს 1000 არ ყოფნის წადი საზოგადოებრივ და იქ მიხედე თავს. აი ეს არის ჩვენი ძვირფასი ხელისუფლება, რომელმაც ამოძირკვა საქართველოს. აღარ არიან ჩვილი ბავშვები და მოხუცები. ხაიხა შეწარმოიგინე ახლა რაც შენ თქვი იმაზე, ბავშვები, ხა მოიყვანე მეუღლე, ყავს შვილი, ну სამი სული ხო, აი ხა მარტივად რო თქვათ და 1200 1300 ლარი გაქვს ხელფასი. როგორ აი წარმოუდგენელია დღევანდელ ფასებთან მიმართებაში იცხოვრო. აი წარმოუდგენელი. თან ერთი შვილი მატება არ არის, ორი შვილი არის მატება. 3-დან იწყება, ხო? 3-დან არის 2,800-დან. შენ წარმოიდგინე, აი როგორ იცხოვროს. ეხლა ხო ის კაცი, ხო, რაღაც მეორე შვილზე აღარც იფიქრებს უკვე. თან ბინა თუ არა გაქვს. ხო, ბინა არა გაქვს, ნაკირა უნდა იხავს და როგორ იცხოვროს, აი 1000, აი წარმოუდგენელი. 1000 კი არა, 3,000 იანგარიშე, კაცო 3,000 არაფერი არა. ეს ჩვენი პენსიონერები კიდე ცალკე ის არის, ხო? ამაზე ხო სისხლი არ არის 100 ლარს რო აძლევდა. ქვეყანაში როცა ეს სოციალური ის არა გაქვს მოგვარებული, ხო? ну წარმოუდგენელი იმას კადაფის იმაშვებოდა, კადაფი ოჯახი რო იქმნებოდა ბინას ჩუქნიდა, კაცო. 40,000 დოლარს უდებდა და სახლს შუქნიდა. უპროცენტო ყველაფერი სესხი და ისა სულ უპროცენტო იყო, კაცო, პროცენტი ძალიან დიდ ცოდვად ითვლება ნამდვილი მაშინ მუსულმანურ ქვეყნებში, პროცენტი ითვლება დიდ ცოდვად, ეს ებრაელების მოგონილია პროცენტი და ასე რომ ჩვენი მდგომარეობა ხალხო სავალალოა, თითქოს ქალაქი იზრდება, მაგრამ ამ სახლებსაც ერთი და იგივე აი ეს 0.9% ყიდულობს ამ ბინებს და ამ იმებს და ხონებას აგროვებენ და ხალხი გამათხოვრებულია, ვერ ხედავს ეს ხელისუფლება, ვერ ხედავს, იმიტომ რომ აი ეხლა მე მგონი წინა გადაცემაში ვთქვით, ხო? აი ეს რო არის უშიშროების მინისტრის ნათესავი რო დაიჭირეს ის ლილუაშვილის 70 ბინა. შენ წარმოიდგინე 70 ბინა თბილისში. ის გაარემონტე, გამოაწყვე. ну ეხლა გააქირავე. აი ეს არის სწორედ ის 0.9 ის 1%, რომელიც აი ასე კმაყოფილია ამ ცხოვრებით. რატო არ იქნება? დანარჩენ ხალხ უყურე როგორ არჩევანი. შევარდნაძე მოვიდა ჩამოაგდო ხელისუფლება, რომელიც ლეგიტიმური ხელისუფლება, ეროვნული ხელისუფლება და ხალხს ეუბნებოდა, ეგენი რომ დაბრუნდეს, დაგხოცავენ, მოგსპობენ, ამიტომ უნდა ვებრძოლოთ და მოდიოდა ხელისუფლებაში. მოვიდა მერე მიშამ თქვა, რომ ჩემს გარდა ყველა პრორუსია, ამიტომ მე უნდა ვიყო აქა, მერე ამერიკა ეს ლიბერალური სამყარო ხარს უჭერდა და ყველაფერს უკეთებდა იმისთვის, რომ მიშა ყოფილიყო და მიშას გაენადგურებინა ნამდვილი ოპოზიცია, ამას კარგად ახერხებდა ჩვენს მაგალითზე, აგერ დაგვიჭირა. ქართული იდეოლოგია მოესპო რა, ეროვნული იდეოლოგია მოესპო. და იმას ამბობდა, რომ
ინგლისურ ენაზე უნდა გადავიდეთ საქართველოს და კრეტინები ყავდა განათლების მინისტრები და განათლების სისტემა, რომელმაც 20 წლით დახიეს საქართველოს განათლების დონე. 20 წლით სიბნელეში გადავყარეს. აი ბევრი პრობლემა რაც ქვეყანაში არის, აი სწორედ განათლების გამო არა, რომ გაუნათლებელი მოდის, თაობა მოდის გაუნათლებელი, რომელმაც არ იცის, აი იგივე რომ საუბრობთ იმაზე რუსეთთან მიმართებაში, ხო, აი როგორც ბატონმა დავით, გაუნათლებობლობა პირველი. ბიჭო, ისტორიაში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა საქართველო. ისტორიაში ასწავლიან. სადგა გიგია ხო ცოცხალი ადამიანზე სტალინზე არ წერდეთ მაგას და ხო წარმოიდგინე ეგეთი რამები არ შეიძლება. შენ ისტორია არის ჩვენი წარსულიდან მოვდივარ. ადამიანმა რა გააკეთა, რა იღვაწა, რა არის მისი როლი, არაფერს არ ასწავლიან სკოლაში, რაღაცა ეგე შემოიღეს თუ რა ქვია იმას, სამსაგან სწავლობს ბავშვი. რო ის ჩააბაროს და ინსტიტუტში მოხვდეს. ინსტიტუტშიც არაფერს არ ასწავლიან და ესე გაუნათლებელი საშუალო განათლება, აი ზოგადი განათლება, აი კომუნისტების დროს იყო ძალიან მაღალ დონეზე. ოროსანი ბავშვი. იმ წრეში ტრიალებდა, სადაც ხუთოსნები იყო და სადაც განათლება იყო და ძალაუნებურად და მექანიკურად განათლებას იღებდა. და მზად იყო ცხოვრებაში გამოსასვლელად. დღეს რა არის სამი საგანის სწავლა იმისთვის რომ ინსტიტუტში ჩააბაროს და მერე იქ ისწავლოს კომპიუტერი ინგლისური და მერე დაკრას ფეხი და წავიდეს მე მათქი არ ვამტყუნებ კაცო როგორ შეიძლება ახალგაზრდას რაღაცა უნდა ცხოვრება აიწყოს და ესენი გეუბნებიან ბიზნესი ჩვენია ხელისუფლება ჩვენია თქვენ ხართ უბრალოდ მონები რომლებიც უნდა დაგვემორჩილო მე მოგცემ ამას და შენ ისე უნდა დაუბრუნდოღონთ, უნდა იყიდო მაგათი პროდუქტი. აი უკვე ადამიანს სულ ამბობ დაგროვების საშუალება თუ არა აქვს შემოსავლიდან. ის ჩვეულებრივი მონა. იმიტომ რომ როდესაც რაღაც ხელფას აიღებდა, აი პერანგს იყიდი, ეს პერანგი იმისია. ის ფულს იბრუნებს მაგეთი საჭმელს რო ყიდულობ ეგერ ორი ნაბიჯის ვიღა ფლობელმა 62 მილიონი გავაკეთეო კაცო ერთ წელიწადშიო საიდან ჩვენი ამოსაგები და კიდევ ამბობ კაცო ეს დოლარი დააჩოქეს ისა ლარის წინაშე შეიძლება 1 და 6 იყოს დოლარი ლართან კაცო თუ ლარი იყოს 1 და 6 უნდა იყოს 1 5 7 ისეთი ინფლაცია ყოველ დღე რაღაცა 10 თეთრით 20 თეთრით ლარი ძვირდება ყველაფერი ყოველ დღე ვითო ტურისტული სეზონია ერთმა მითხრა მაგრამ რა ვქნათ კაცო ამ ტურისტულ სეზონში ჩვენ ცხოვრობთ არა ახლა რა თქმა უნდა რა გავაკეთოთ მაშინ ჩვენ უნდა წარვადგინოთ საქართველოს მოქალაქის მოწმობა და ამის მიხედვით მოგცემ პროდუქცია თუ როგორ გავაკეთოთ ამ ტურისტულშიც ისევ ესენი შოულობენ ფულს. რა თქმა უნდა. ვისაც სასტუმროები აქვს, კაფეები აქვს, ბარები აქვს, ის აქვს, ეს აქვს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ვინც ფლობს ფულს ის შოულობს. და ისიც არ დაგვაუწყდეს, რომ დაახლოებით 70% ტურისტი სწორედ პოსაბჭოთა სივრციდან არის. და რუსეთიდან. აბა ვინ ჩამოვა ახლა აქ ადრე ჩამოდიოდნენ რაღაცა იყო რომ ფასები იყო რაღაც ისეთი და ახლა ერთ ბაკალ ლუციო 15 წელს მოთხოვენ რა იგივე ფასი არ არის რაც ისა ევროპაში უფრო იაფია კაცო რა თქმა უნდა არავინაც აღარ ჩამოვა აღარავის აღარ უნდა არ არის სწორად არ არის დაგეგმილი ყველაფერი ფულის შოვნა უნდა იყოს გათვლილი რაღაცა სისტემით უნდა იყოს რომ ეს არაზარალებდეს უბრალო მოსახლეობას და ყველაზე უნდა იყოს გადანაწილების ისა რა და არა მარტო 2 და 3 კაცის დენი გაითიშაო ბიჭო ვერავინ ვერ დაადგინა ეს დენი როგორ გაითიშა აზერბაიჯანმა ეთყობა ჩახსნა იმიტომ რომ ჩემ დენს შენ კრიპტოვალუტაში იყენებ და მე დენი მაკლდება რაში ჭირდება ხა აზერბაიჯანს სადა შეიძლება გაუთიშა ესა ამას ხო არავინ არ იტყვის დამნაშავე ვიღაცა უნდა იყოს ვიღაცას ეძებენ ჯერ ვერ მონახეს ვინ არის დამნაშავე ასე როგორ უნდა იცხოვრო ესე იგი დაუცველობის მთელი კასკადია დაუცველი არის დაუცველი
მიგრანტებზე, ემიგრაციაზე, მიგრაციაზე, ფასებზე სიკვდილიც კი ეშინი ადამიანს ბიჭო დასაფლავება ფული ღირს. ავადმყოფობა ღმერთმა დაუფაროს ყველას რა სოციალური ქვეყანა გვაქვს კაცო არაფერი სადაზღვევო სისტემა ვერ ჩამოაყალიბეს არაფერი არ მუშაობს ამ ქვეყანაში გარდა ამ კრიპტოვალიუტებისა და რაღაცა ბიუჯეტი და მოპარული ფულს შოულობენ მეტი არაფერი არ შეუება ამ ქვეყანაში არავინ არ ფიქრობს რომ რაღაცა გააკეთოს რომ იქნებ ადამიანები დასაქმდნენ და ეს არის სწორედ რა ეხლა აი ეს მიკვირს რა ეხლა რასაც საუბრობ ყველაფერი რეალურია და გამოდის ქვეყნის ხელისუფლება მთავრობა და რაღაც $12000-ზეა ერთი სულ მოსახლეზე ისა ვართ აყვავებული ქვეყანა აყვავებულები ვართ და თითქოს აი ბიზნესის განვითარების ეხლა არ მინდა ამაზე ცალკე დროშიც ვერ ჩავეტევით ბიზნესთან დაკავშირებით რაღაც გარკვეული ესენი გვაქვს და შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებ მაგაზე და ვისაუბროთ ეს უბრალოდ ისეთი ესა გვაქვს რომ აი თითქოს რაღაც აი ჩვენ რაღაცა ვიტყუებით ხო აი უბრალოდ გამოვიდნენ ქუჩაში გამოვიდნენ და ნახავენ ყველაფერს თვითონ საკუთარი თვალით ნახავენ არ შეიძლება ამ დაბურული მანქანებიდან ყურება მარტო ეს წარმოუდგენელი უნდა გახვიდე ხალხში უნდა დაელაპარაკო ხალხს რა უჭირს როგორ უჭირს ეხლა კანონები ხო გვაქვს და იმდენი თემა ჩემო კარგებო ჩემო ძვირფასო ხალხო იმდენი მოუწესრიგებელი რამე ხდება იმდენი აი არ ვიცი თავხედურად იქცევიან უკვე აღარაფლად აღარ ფლიან ეხლა ერთი კვირის წინ მიმართეთ საპატრიარქოს თხოვნით რომ განემარტა ის ამბავი რომ ვიღაცა მახარაძეს რაღაცა მიუღია კურთხევა და მონარქიასაც კი შეეხნენ უკვე და ძალიან ცუდია ყველაფერს რა ესე ბინძური ხელებით შეეხები ის აჭუჭყიანებს ჩვენ წარსულს ჩვენს მომავალს ჩვენ ახალგაზრდობას და მართლაც ადამიანმა დარეკა და თქვა ვის უტოვებთ ამ ქვეყანას ხო უნდა ვიცოდეთ ბოლო ეს ქვეყანა თუ არ გიყვართ წადით ხალხო ხო იშოვეთ ხო გაძღით თუ ვერ გაძღით ამოიყორეთ და წადით და დაუტოვეთ ეს ქვეყანა ადამიანებს ვისაც უყვარს ეს ქვეყანა და მოუვლის დამიჯერეთ მოუვლის არ იქნება ეს მონოპოლიზაცია ეს სინდიკატური გარიგებები და ეს ბიუჯეტის ქურდობა ვირთხობა აღარ იქნება ამ ქვეყანაში რა ვიცი მადლობა მინდა მოგახსენოთ რომ გვისმენდით ჩვენ იმიტომ გესაუბრებით რომ თქვენი აზრიც გვინდა გავიგოთ ჩვენი აზრი მოგაწოდოთ სამსჯელოდ ჩვენ არავის თავს არ ვახვევთ არაფერს ისეც რომ ამ ქვეყანას ავნებდეს ჩვენ გვინდა რომ ყველას ყურამდე მივიდეს და ყველამ გაიაზროს რა დღეშია დღეს საქართველოს და ამ სოფლიოს ამ უბედურებაში ჩვენი პატარა ქვეყნის ყოფნა ძალიან რთულია მადლობა მინდა ყურადღებისთვის გვარავდეთ უფალი მომავალ შეხვედრამდე